მოგესალმებით ბატონო გელა, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იქნება ნდობა თუ გარანტია. ბატონო გელა, თქვენ როგორც გამოცდილი და კომპეტენტური პიროვნება მრავალ მხრივ, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როდის არის ნდობა საკმარის და როდის არის საჭირო გარანტია? მოგესალმებით, ეს დღევანდელი ჩვენი გადაცემა იქნება ძალიან საინტერესო და ეს საინტერესო იქნება მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის, მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის. მე დღეს მინდა ავხსნა ნდობა, როგორ უნდა მოვიპოვოთ და რა არის გარანტია, სიტყვა გარანტია. უყურეთ როგორ არის. ვის უნდა შევეკითხოთ ეს? ეს უნდა შევეკითხოთ ადამიანს, ვისაც ეს გამოცდილება მიღებული აქვს, ხო? და ის რომ დღეს ყველა ჭკვიანია, ამაზე ხო დამეთანხმებით, საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც სიტყვის მეჭკუ არ მაქვს და ყველას გამოცდილება აქვს, თითქოს. მაგრამ ახლა მე რომ მაქვს გამოცდილება, ეს თქვენ ნინო კარგად იცით და ბევრი მთელმა საქართველოს იცის ჩემს გამოცდილებას. გამოცდილება რომ მიიღო, 2 ფუთი მარილი უნდა ჭამო. აქედან გამომდინარე, უნდა გავლილი ქონდეს გზები. და უნდა იყო როგორც ბიზნესში, ისე ქუჩაც უნდა იცოდე. და მე კიდევ დამატებით ერთი უმაღლეს სასწავლებელი ციხეში გავიარე. უყურეთ როგორ არის, ეს ყველაფერი ერთმანეთს მიმატებული, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ალბათ. 2-3 ადამიანი არა აქვს ის გამოცდილება ცხოვრებისეული, რაც მე მაქვს გამოცდილება მიღებული. თქვენ მეუნებით რომ დღეს მთელ საქართველოში დგას ნდობის პრობლემა. აი, ნდობა დღეს საქართველოში დაიკარგა. და ნდობა თუ არ აღდგა, ცხოვრება გართულდება. მაგრამ მე მინდა გითხრათ რეალურად, გელა ბარკალაიას როგორ მიაჩნია ეს ნდობა. ახლა რატომ გადავუწყვიტეთ მე და შენინი მთელ საქართველოს მოსახლეობას აუხსნათ ჩემგან გელა ბარკალაიასგან ერთ-ერთი გამოცდილი ადამიანიდან ყველა მიმართულებით რა არის დღეს ნდობა და რა არის გამოცდილება, რა არის პრაქტიკა. უყურე როგორ არის. მე ეს გადამაწყვეტია იმან რომ შენ ხო ესწრები, ჩვენი თანამშრომლები, ჩვენი იურისტები ყველა ესწრებიან, რამდენი ადამიანი რეკავს ჩემთან, რამდენი ადამიანი მოდის ჩემთან რომ რა ვქნა ეს დამემართა, ფული მივეცი, უკან არ ვიბრუნებ. ეს ჩემთან ყოველ დღე არის 3, 4, 5 და გული მტკივა ამაზე. მოდი, რეალურად მინდა მოსახლეობას უთხრა. მე მინდა ემიგრანტებს, რომელსაც ძალიან დიდ პატივცემ, იქ არიან ჩვენი დები, დედები, მამები, რომელიც დღე და ღამე შრომობენ და მე ზუსტად იმას ვეთქვი ემიგრანტებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას, როგორ უკეთესია, იმიტომ რომ მე ამის დიდი გამოცდილება მაქვს. მე ამას ციხეშიც ვარჩევდი, აქაც ვარჩევ, მე სახნის გამრჩევი კი არა ვარ. კაცი უნდა დააკვალიანო და სწორ გზაზე უნდა დააყენო. გელა ბარკალაიას არასდროს არ უკადრებია და არასდროს არ ვიკადრებ ტყუილს. მართალი არის, მართალი შენი შვილიც რო იყოს. ამიტომაც სახელი ვისაც აქვს, მაგრამ ნდობა ვისაც აქვს, მაგას დიდი გზა აქვს გავლილი და პატივს, იმიტომ სცემენ რომ ტყუილს არ საუბრობს. უყურეთ როგორ არის. მოდი დავიწყოთ. მე მიმართავ ემიგრანტებს და მთელ საქართველოს მოსახლეობას. აი მაგალითისთვის ავიღოთ, მე რა პრობლემებიც მაქვს ყოველ დღე. მე კი არა მაქვს მოსახლეობას აქვს და ვინც ჩემი ნაცნობია, ემიგრანტები ძალიან ბევრი მთხოვენ, წერენ და ისედაც ქართველები და საქართველოს მოსახლეობა და ბევრი უცხოელები დახმარებას გთხოვენ და ჩემი აზრი გაითვალისწინეთ. უყურეთ. აი როგორ არის. დედა გუშინ დამთხოვა რა, ჩარევა ერთ საქმეში. 17 წელია საბერძნეთში არის, 18 წელი. შრომობს, მუშაობს. სტუდენტი შვილიშვილები ყავს. მას ინახავს, ოჯახს ინახავს. და სწავლის ქირას იხდის, ბავშვებს ქირას უხდის, სადაც ცხოვრობენ. ეს ცალკე თემაა. თავარი ამ დედებს, მამებს, დებს უნდათ რომ თუ გაქვს შენ 5 სახლი,
მასაც უნდა იმიტომ წავიდა იქ საშრომლად და იმიტომ წვალობს რომ თავის შვილს და შვილიშვილს ოროთახიანი ბინა მაინც თბილისში უყიდოს. ამ დროს კეთდება რეკლამა რომ იყიდე ჩემი მშენებარე ბინა. ყოველ დღე ამას ვაწყდები და მთხოვენ რომ ჩავერიო და ამიტომ შეესტომა რო არ დაუშვან, ამიტომ ვამბობ ამას. უყურეთ როგორ არის ნინი. და მთელ საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ ჩემი აზრი გაითვალისწინეთ. იმიტომ რომ მე ამას ყოველ დღე ვაწყდები. უყურე როგორ არის. მოდიან და მთხოვენ მერე დახმარებას. ახლა მე მთელ საქართველოს ვერ დავეხმარები. მე გიხსნით. აი, გაქვს ფული. უცხოეთში ხარ და რაღაცა თანხა მოაგროვე. და გეუბნება ეს კომპანია რომ მე ამ ადგილზე ვაშენებ ბინებს და განახებს პროექტს, განახებს ოთახს, განახებს გაწყობილს, გაუწყობილს, შავს, თეთრ კარკას დაგარწმუნებს და შენ ისე დაგარწმუნებს რომ იქ ბოლო კაბეკი შენი ნაწყვალები უგზავნი შვილს მიაკ იქ რაღაცა ერთ ფარატინა ფურცელს მოგცემენ შეიტან აქ და ჯერ საძირკველიც არ არის ჩასხმული და ხელშეკრულებას უწერ და ეუნები ადამიანს რომ იცი რა 2 წელიწადში 1 წელიწადში ეს ბინა შენ შავი კარკასი ჩაგბარდება მოაგროვებ ამ ფულს და ნინო რამდენი საქმე გავარჩიე რა და ვერ ეხმარები ხალხს იმიტომ რომ ხელშეკრულება ნინო არის 200 ფურცელი ახალგაზრდა ბიჭი გოგო მიდის დედამ ფული გამოუგზავნა თუ გინდა თბილისელი იყოს საქართველოს მოქალაქე იყოს აქაურები იყვნენ მიდიან იქ არიან თაღლითები ბევრ შემთხვევაში თორე ღმერთმა დაგვიფაროს რომ ყველა კომპანია ესე იყოს არიან თაღლითები და ძალიან ბევრი ადამიანები ფსიქოლოგიურად ადამიანებზე მუშაობენ დაგარწმუნებენ რომ ის დღეში 500 ბინას ყიდის და გეუბნება აი ეს კომპიუტერში განახებენ რომ აი ეს ბინა შენი იქნება ამ დროს აძლევ ფულს გაძლევენ ამ ხელშეკრულებას და საერთოდ არ შენდება ბინა და იარე ახლა და ატარე ეს შენი ფურცელი წინ უკან ეს ერთი შემთხვევა მეორე აშენდა ბინა და ერთი ბინა არის ერთი ოთახი 5 ადამიანზე გაყიდული 5-ვე ადამიანი ცოდვა მაგრამ ჩემი თხოვნა არც ერთ შემთხვევაში ფული არ უნდა მისცე აი ამას დაუკვირდით ამ ჩემს ნათქვამს აი გთხოვთ რომ მერე პრობლემა არ იყოს ეს ფული გამოუგზავნე შენს შვილს მივიდეს შენი შვილი ჯერ უფულოდ აჩვენონ ის ბინა რასაც აძლევენ და უთხრას მე შენ გიხდი $10,000 ბესახით ხო და ყოველ თვე მაგ შემოსატანი ფული უთხარი რომ ძმაო შენ შემოგევლე მე ვიხდი ფულს შენ მაძლევ ფარატინა ქაღალდს და 500 ფურცელია და ამას უმაღლეს დონეზე განათლებული იურისტმა რო წაიკითხოს მაინც ვერ გაარკვევს ამ ხელშეკრულებაში რა წერია სადღაც 1% შანსი არ არსებობს სადღაც მათ სასარგებლოდ არ ეწეროს რაღაცა რომ ვერ ავაშენო ან პრეტენზია არ უნდა კონდეს ან უნდა რაღაცა ეწერება და მე ამით ესენი თავს იმართლებენ კარგი იჩივლე სასამართლოში და რას მოიგებ უნდა იარო 10 წელი ეს გააკეთეთ ესე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება ბინა ეს იქნება ავტომობილი ეს იქნება ნებისმიერი ძვირად ღირებული რაღაც მიწა ქონება რაღაც მიდიხარ ნინო და აი ამ ფულს არ აძლევს სანამ საბანკო გარანტიის ფურცელს არ მოგცემს შენ თუ უხდი ამ ფულს ნინო კეთილი ინებოს და საბანკო გარანტიის წერილი მოგცეს იქ უნდა დაიწეროს ყოველ გადაცილებულ დღეზე ამდენი პროცენტი ჯარიმა ამ შემთხვევაში ბინას შენ ვერ მოგცემო გეტყვიან რატომ იმიტომ რომ შენ უფრო ჭკვიანი გამოდიხარ ვიდრე ის გამყიდველი გამიგე მაგრამ ჩემი რჩევა ჯობია იყიდო 4 ოთახიანი ბინა მაგას ჯობია იყიდეს 3 ოთახიანი და იყიდე ქემაინც რეალური რომ აი გასაღებს რომ მოგცემენ აი გასაღებს რომ მოგცემენ და რომ გაგიფორმებენ ჩააბარე ეს ფული ჯობია
გასაგები ახლა წამოვა კითხვა რო არ გვაქვს ეს ფული მე გთხოვ მე ამაში მაქვს დიდი გამოცდილება ყოველ დღე ამაში მე და ჩემს იურისტებთან ერთად ხალხს ვეხმარებით მოგცე საბანკო გარანტია თორე შენ ვერც ბინასი შოვი და ვერც ფულს და დაიღლები ამ სირბილში წინ და უკან და ახლა არ გქონდეს ისეთი სასამართლო რომ ორშაბათს შეიტან და ამას გამოიტან იმას მოგცემენ პასუხს ახლა ავტომობილებში როგორ არის მე არ დავასახელებს არიან კომპანიები რომელიც მუშაობენ წესიერად მაგრამ უმრავლესობა არიან როგორ მომე ფული აი ნახე მე ამ მანქანას ჩამოგიყვან რამდენად 10000-ად მომეცი 6000 დანარჩენი მერე მომეცი ნინო მისცეს ფული და უნდა ჩამოვიდეს 2 თვეში არ ჩამოდის 6 თვე მერე ჩამოდის რაც გიწერია იქ დაზიანება 10 ჯერ მეტი დაზიანებული ავტომობილი ჩამოდის და უკვე შენ ავტომობილს ღებულობ რომ ეს ფული კი არა 3 ჯერ მეტი გადაგეხადა წასულიყავი ბაზრობაზე და გეყიდა ეს უკეთესი იყო მე კიდევ მეორე ჯერ ვიმეორებ ეს იყო მშენებლობის დარგში ახლა მე გეუბნებით ავტოსფეროში რომ ავტოსფეროც იგივეა კითხვა მაქვს ბატონო გელა თუ შეიძლება ბოდიში შეგაწყვეტინეთ მაგრამ ეს არ დავამთავრო აი ამ თემაზე კითხვა აი თქვენ პირადად ყოლიათ თუ არა პარტნიორი აი უყურეთ ბიზნეს პარტნიორი როგორ არის მე ამას დავამთავრებ ჯერ სხვა თემაა ბიზნეს პარტნიორი მე ამას დავამთავრებ ავტომობილი იმ შემთხვევაში შეუკვეთე ფული გადაუხადე კეთილი ინებოს და საბანკო გარანტიის ფურცელი მოგცეს დამთავრდა ხო ბანკია გარანტია მე ეს კი არ არის გარანტია ბანკია გარანტია იმისი რომ შენ ზუსტად ამ დროს თანხას მიიღებ თუ არა და ყოველ დღე ფული დაერიცხება აი ესე იმუშავეთ და არასდროს პრობლემა არ გექნებათ ნუ მისცემ პატარა ბიჭებს პატარა გოგოებს მიდიან ჩემ ტოლებს იურისტებს ატყუებენ თაღლითებით გაიფსო საქართველო და მნიშვნელოვანს გეტყვით რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის ვინც ბინებს აქირაებენ კაცო ისმება კითხვა ბინას შენ აქირაებ ამ ადამიანზე ეს ადამიანი შენ გაქირაებულ ბინას ლომბარდში დევს თუ სადღაც დევს და ფულს იღებს და ვიღაცაზე გადააქირავებს მერე კაცო იმის ჭკუა თუ გაქვს შენ ბინა იშოვე არ იცი როგორ უნდა გააქირაო ხელშეკრულება დაუდევი დათო ხელშეკრულება დაუდევი და უთხარი რომ აი ამ ბინას შენ ვერ გადააგირავებ მე ახლა ბევრი ხელშეკრულება მაქვს სისულელე წერია შიგნით შეუძლია გადააგირავოს შეიძლება დააგირავოს შეიძლება გადააქირავოს ეს არაფრით არ შეიძლება მოსახლეობას ვეუბნები ვინც ბინას აქირაებს ვინც ქირაოს პატიოსნა თუ გინდა ქირაობა აიღე ხელშეკრულება და უთხარი რომ ბინის გადაქირაება არ შეიძლება შენ არ შეგიძლია ბანკში ან ლომბარდში ჩადო შენი ბინა აი დაიმახსოვრეთ საბანკო გარანტიის უმისოდ ერთი თეთრი არავის არ გადაუხადოთ რაც შეეხება თქვენ მეუბნებით ბიზნეს პარტნიორებს ხო მიყურე როგორ არის ბიზნეს პარტნიორები არის სხვა თემა თუ შენ პარტნიორი ყავს კარგი უნდა ყავდეს პარტნიორი მაგრამ უნდა ეცადო ყოველთვის როცა ჩვენ მეგობრები ვართ ძმაკაცები ვართ და დამწყებები ვართ და ძალიან მაგარი ურთიერთობა გვაქვს როგორც დავიწყებთ ურთიერთობას თუ არა მე მინდა იცოდეს მოსახლეობამ და ბიზნესმენებმა იციან თუ ადამიანი ყიდის რაღაცა ნივთს მე და შენ ერთად დავიწყეთ 5 წლის მერე 80% იყოფა შენთვის მიდიხარ მე ჩვენთვის მიდიხარ და ამ ორ პარტნიორს შორის არის დაუძინებელი სასამართლო დაუძინებელი მტრობა და დღეს თქვენ იცით საქართველოში ადამიანებს რა პრობლემები აქვს რა არის უკეთესი და რა მინდა ურჩიო ჯობია თავიდან დაიწყე პატარიდან დაიწყე და რაც იქნება მოგება თუ ზარალი იქნება შენი
არის კიდევ მეტი რამე ისეთი შეკითხვა? არა, მეტი შეკითხვა არ მაქვს. საკმაოდ ამომწურავი პასუხები იყო. მადლობას მოგახსენებთ საინტერესო პასუხებისთვის. მე კიდევ ვერც დავამატებდი. ჩემი გამოცდილებიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე რასაც გეუბნებით. თქვენ გესმით სხვისი ნათქვამი. მე გეუბნებით გელაბარკალაიას 1000-ობით და 10000-ობით გაურჩევია, სადაც ვიყავი იქა და აქაც ყოველდღიურად, იმიტომ რომ ბიძაშვილი ბიძაშვილს არენდობა, დეიდაშვილი დეიდაშვილს არენდობა, ძმა ძმას არენდობა, ერთმანეთის მონდურება არ უნდათ და ვიღაცამ ხომ უნდა თქვა სიმართლე და შინაურობაში ეს მე ყოველდღე მიხდება და ამიტომ ვამბობ ერთ რამეს. კიდევ ერთ რამეს გეტყვით, მეოთხეს და ძალიან მნიშვნელოვანს ცხოვრების შეულს. უყურე, შენ გაქვს სახლი, მამა ხარ, სახლი გაქვს, ნაკვეთი გაქვს, ცხოვრობ. მამა შენის დატოვებული სახლი გაქვს, ან შენი აშენებული სახლი გაქვს და ხარ 40 წლის, 50 წლის და ყავს ბიჭი ან გოგო და იცი რა 20 წლისაა და ყველაფერს ერთ დღეში გადაუფორმებ. აი ეს არის ნინი ყველაზე დიდი შეცდომა. სახლი, კარი, ბინა, ქონება არ გადაუფორმოს, სანამ წინაპრებმა იცოდნენ, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, სანამ ახალგაზრდა არ დაღვინდება. უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს, საქმეს დაიწყებს, 2 კაპეკი ფული შემოუვა და როცა ნახავ შვილი გაუჩნდება, ოჯახი შეიქმნება, რა გეჩქარება ეს გადაფორმება? ხო იცი ცოტა არეული თუ არის ბიჭია თუ გოგოა, ამას ყველაფერს რომ მესამე დღეს ბანკში რო ჩაგიდებს და შენ თუ რამე მოგივიდა, მე მეორე დღეს შეიძლება ბანკში ჩაგიდონ, იმიტომ რომ ამის პრეცედენტი არის ყოველი მეხუთე ადამიანი დღეს საქართველოში და ამას მე პირადად ჩემი თვალები ყოველ დღე ამას ხდება და გული წყდება. უყურე, მე უთხარი ჩემს შვილს მათეს. შენია ეს ყველაფერი, რაც მე გამაჩნია, მაგრამ შენ უნდა ჯერ ისწავლო. დაჯექი აქ და ისწავლე. თუ არ ისწავლე და მე ხვალ რო რამე მომივიდეს. ერთ დღეში ყველაფერი დაგიკარგება, ხო? ისწავლე ეს ყველაფერი და რა თუნდა გადაფორმება, ისედაც შენი არ არის. როცა შვილი გეტყვის გადმომიფორმე, ეს ყველაზე დიდი შეცდომა მამის მხრიდანაც და შვილის მხრიდანაც. მამა შვილობა თუა და სიყვარული თუ არის, გადაუფორმე, როცა თავის დრო მოვა, როცა ნახავ რომ შენი შვილი ადგას სწორ გზას. არის ეს გასაგები ყველაფერი. ბატონებო და ქალბატონებო, ამას იმიტომ ყვები რომ შენ ხედავ ნინო ყოველ დღე რამდენი ადამიანი შეწუხებულია საქართველოში. თქვენ ნახეთ რამდენი კომპანიაა დაჭერილი. თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანია საქართველოში დაჭერილი. აი ბინის ვიღაცამ ბინა გააქირავა და შენ უყიდი, წარმოიდგინე, გაქირავებულ ბინას შენ უყიდი. ადვოკატები, კი არა, ისა ნოტარიუსები, ხო ხედავ რა შვებიან. შემოსყიდული ნოტარიუსები კაცს გააბრიყვებენ. ნოტარიუსთან მიყავთ და გონიათ რომ ეს ნოტარიუსი არის სუფთა ადამიანი, ყველაფერს კანონით აკეთებს და ამ დროს არაკანონიერად აკეთებს, მაგრამ რაღაცას ნოტარიუსი იტოვებს თავის გასასამართლებელს, იმიტომ რომ თაღლითია მთელი მისი ცხოვრება, ესე უცხოვრია და ყოველთვის ფიქრობს რომ რაღაცნაირად ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მოატყუონ. ადამიანს როცა უნდა ადამიანის მოტყუება, ეს ადამიანი არის ოფიციალურად თაღლითი. ვინც არ უნდა იყოს ის ჩემიანი, შენიანი, არა აქვს მნიშვნელობა. თაღლითია, არაკაცია. სინდისი და ნამუსის გარეცხილი ადამიანების მეტი ამ ქვეყანაზე რა არის? არენდოთ, ეს არის, არენდოთ. ყველასგან აიღეთ საბანკო გარანტია. კარგი, წავიდა ციხეში, რა შენ? დაიჭირეს და წავიდა ციხეში. ახლა რაღაცა ერთ-ერთი დიდი კომპანიაა, თურმე ამაზე მუშაობდნენ დღე და ღამე, როგორც კერძო პირები, ისე პატარა კომპანიებიც, ეს საქართველოში ყოფილა მომრავლებული, ეს ბიზნესი ყოფილა, გასო, თაღლითობა და ნახევარის საქართველო არის გამწარებული. რა გინდა როქნა? ესეთია ეს ცხოვრება.
ესეთია კანონი, ესეთია ადვოკატურა, ესეთია ნოტარიუსი, ყველა ერთმანეთზე შეკრული როცა არის, შენ პატიოსან კაცს გაგაბრიყვებენ. მილიონი რაღაცა წერია შიგნით, ამას ვერ წაიკითხავ. რომც წაიკითხო, იქ ისე წერია, რომ შენ ამას ვერ აზროს, ვერ გაარჩევ და შეიძლება გაგამტყუნონ კიდე სასამართლოზე და სასამართლოში რომ შეიტანო, ამას უნდა წლები, რომ ეს კარგი გაგამართლეს და ფულს ვინ მოგცემს? არავინ. ამიტომ ჩემი რჩევა, ვინც არ უნდა იყოს, არავის არ უნდა ენდო. ეს ფული შეინახე კარგად და არასდროს არ გადაიხადო, სანამ არ გადმოგიფორმებენ. არასდროს ეს ფული საქმეში არ ჩადო, თუ საბანკო გარანტია არ გექნება. აი ესაა პრობლემა. აბა ნახეთ თქვენ, თუ მოგცეს საბანკო გარანტია, არასდროს პრობლემა არ გექნებათ. მაგრამ შენ ამ რაღაცა ხელშეკრულების გამო არ მიცე თუ გინდა $1000 რო იყოს. მე გისურვებთ წარმატებას, ძალიან კარგი დღე არის დღევანდელი დღე, ვინაიდან მე გული მტკივა. ბევრი ხდება, ჩემს კრუგშიც ხდება, შენს კრუგშიც ხდება და ყოველდღე ჩვენ ამას უსმენთ და მე გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება შენი ბინა გაყიდოს მესამე პირმა, ხო? ამიტომ ეს შეცდომები არასდროს არ დაუშვათ. რაც გთხოვეთ, ყველაფერი ეს გაითვალისწინეთ და პრობლემა არასდროს არ გექნებათ. დიდი მადლობა ნინი. ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა და მე მგონი ჩვენ გვყავს 2-3 მილიონი ადამიანი, მსმენელი, მაყურებელი, ჩვენი მეგობრები, დედები, ძმები და ამ ჩემს ნათქვამს გაითვალისწინებენ, იმიტომ რომ მე გული მტკივა, რომ ადამიანი დღეს ადამიანს თვალში უყურებს და ატყუებს. გისურვებთ წარმატებას. კარგად ბრძანდებოდეთ.